გამარჯობა, გამას პატივცემულო მაყურებელო, თქვენთან ერთად ვარ მე, გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი და ჩვენ ვიწყებთ. უპირველეს ყოვლისა ძალიან მაგარი ამბავი მაქვს გამა ტივის გამომწერისთვის. ყველას, ვისაც გააქვთ ჩვენი ონლაინ პლატფორმა გამოწერილი, თქვენ კიდევ უფრო მეტი მიზეზი გაქვთ, რომ გამოიწეროთ ან გამოწერილები დარჩეთ, მით უმეტეს კიდევ უფრო მეტი მიზეზი გაქვთ, რომ 25 ლარად უყუროთ არა მარტო ჩვენს ივენთებს, არამედ 7 ღონისძიება გველის მაისის თვეში. უფრო დეტალურად, GFL, ანუ მუაიტაის შეჯიბრი, ჩატარდება 16 მაისს. შემდგომ 24 მაისს ჩატარდება Fight, კი ბატონო, მეგობრებო, არ მოგესმათ, არ მოგეჩვენათ არაფერი. გამას Fight Hall-ში გაიმართება კიკბოქსინგის შეჯიბრი. კიდე ერთი ივენთი, რომელიც დიდი ალბათობით ნახეთ სოციალურ ქსელებში დაანონსებული ჩვენი ლომის ლაშა როინიშვილის მიერ, არის Iron Punch-ი, დარტყმის ძალა, ვისა აქვს უფრო დიდი. 15 მაისს შეგეძლებათ გაზომოთ პროფესიონალურ დანადგარზე. ასპარეზობას Iron Punch-ში მიიღებენ როგორც გამას ვარსკვლავები, მძიმე დარტყმა ვისაც აქვს, ასევე სხვა დარგებიდან ცნობილი სპორტსმენები. და შენ მეგობარო, შეძლებ მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ შეჯიბრში, შეგიძლია გადახვიდე ლინკზე აღწერაში ამ ვიდეოსი, გადაიხადო შენატანი, რომელიც სულ 20 ლარი ღირს მე მგონი ამ ეტაპზე, ორშაბათიდან გაძვირდება როგორც ყოველთვის. და მიიღო მონაწილეობა ამ შესანიშნავ შეჯიბრში. პარალელურად დაესწრო ჩვენს კონფერენციას, რომელზეც ძალიან ბევრი სეირები გველის, ვინაიდან ეს იქნება ერთობლივი კონფერენცია, წარდგენილი იქნებიან, როგორც უკვე ტრადიციულად ხდება, გამა გრეპლინგის ხალხი, Road to Gamas ხალხი, Game of Thrones-ის ყველა წყვილი და ამასთან ერთად GFL-ის main card-ი იქნება წარდგენილი, ან main წყვილი და Max Fight-ისაც, რაც კიდევ უფრო შესძენს პეწს და ცეცხლს და სეირსაც მოუმატებს. და რა თქმა უნდა, მე ამ 4 ივენთის შემდგომ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად გამას საბრძოლო weekends, დაიწყება გრეპლინგით, გაგრძელდება Game of Thrones-ით და დამთავრდება კვირას 31 მაისს Road to Gamat-ი. ანუ 7 ღონისძიება გველის მაისში და ამ ყველა ღონისძიების ყურებას შეძლებთ თუ შეიძენთ VIP package-ს, რომელიც ღირს 25 ლარი, თუმცა თუ გამოიყენებთ ნებისმიერი მებრძოლის პრომოკოდს, ამით მებრძოლსაც დაეხმარებით და 10%-იან ფასდაკლებასაც მიიღებთ და სულ 22.5 ლარად შეძლებთ მთელი თვე ჩვენთან ერთად დატკბეთ ჩხუბებით, ბიჭო! ცოტა დეტალურად მინდა ქარდებზე მოგიყვეთ, იმიტომ რომ ეს იმსახურებს თქვენს ყურადღებას. უპირველეს ყოვლისა, გრეპლინგის მოყვარულებს მინდა მოგმართოთ. ცოტა ტვინი გამეღუნა მართალი გითხრათ, იმით რომ გუნდები მე რამდენად ვერ კრიბავენ სრულ შემადგენლობას, რის გამოც დაგეგმილად ვერ ხდება მათი დაპირისპირება. სწორად ამიტომ მარნეულის გუნდი, როგორც წინა შეჯიბრზე ნახეთ, იყო გარიცხული, მიუხედავად იმისა, რომ ლოკენჩოუკის და მარნეულის გუნდის კაპიტნებმა კაი ჭიდაობა შემოგთავაზეს, თუმცა მარნეული აღარ მიიღებს მონაწილეობას, იგივენაირად აღარ მიიღებს მონაწილეობას Warriors-ი, ხო, მიუხედავად იმისა, რომ გიგა კუხალაშვილის გუნდია და ამ შემდეგ წესია. ანგაჟირება არ მოხდება აქ. ამიტომ Warriors-ის დისკვალიფიცირებულია, ვინაიდან ვერ შეკრიბა გუნდის სრულ შემადგენლობაში. ზუსტად იგივე ბედი ეწია Last Samurai-ს და ბარემ მივაყოლეთ ლოკენჩოუკიც, ვინაიდან მათაც აქვთ პრობლემები გუნდის შეკრებასთან დაკავშირებით. ამ დისკვალიფიკაციების შედეგად მივიღეთ 4 ძლიერი გუნდი და რეალურადაც მე ვთვლი, რომ ჩატარებული იყო მეჩაფები, არაფერი შეიცვლებოდა, იმიტომ რომ რეალურად 4 უძლიერესი გუნდია, რომელთა შორისაც უნდა გაირკვეს ვინაა ჩემპიონი. ეს 4 გუნდი არიან Black Eagle Jiu-Jitsu რუსთავიდან, Cosa Nostra, Gimnazia და Legioni. მეგობრებო, ნახევარფინალები და ფინალები ჩატარდება ივლისში, თუმცა მაისში კიდევ უფრო მაგარი რამ გველის.
ჩვენ ვამუშავებთ და შეიძლება ითქვას, რომ 90%-ით ყველაფერი დამუშავებული და შეთანხმებულია. გახსოვთ, საკმაოდ დიდი ხანი მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში დადიოდა ფრაზა, რომ 2-3 years in Dagestan and forget. Send him 2-3 years Dagestan and forget. ანუ ჭიდაობას ვასწავლითო რა. დაღესტანი იქცა ჭიდაობის მექად. ყველანაირ ჭიდაობის მექად. თუმცა რაღაც მომენტში მერაბიმ და ილიამ შეურაცხეს ტრენდს და უკვე ხშირად ჟღერს Send in Georgia and forget. და ჩვენ გვინდა რომ შევამოწმოთ ეს ტრენდი რეალობასთან რამდენად ახლოა. Team დაღესტანი დაგვიკავშირდა და გვითხრეს რომ ჩვენ 5 კაცის შემადგენლობით 400 კილოს არ გადაგიცილებთ, ძირითადად აღჭურვილები არიან შავი და ყავისფერი ქამრებით, გვიტევენ და მოდიან რომ დაამტკიცონ რომ დაღესტანი რჩება ჭიდაობის მექად. თუმცა ჩვენ არ ვიქნებოდით რომ ეს თემა არ გაგვეღვივებინა და ჩვენ შევკრიბეთ საუკეთესო საქართველოს გრეპლერები, რომლებიც გვინდა რომ დაუპირისპიროთ დაღესტანის გუნდს და გავარკვევთ სად ღირს ახალგაზრდა ჭაბუკის გაგზავნა ჭიდაობის შესასწავლებად დაღესტანში თუ საქართველოში 29 მაისს უმაგრესი ივენთი გველის მე ვფიქრობ რომ ასეთი ჯერ არ ჩატარებულა ამდენი საუკეთესო გრეპლერი ერთ დღეს გამას Fight Pits არ უნახავს ამიტომ წინასწარ შეიძინეთ ბილეთები ამ ივენთის გამაზვა უბრალოდ საქართველოში თუ ხარ და გრეპლინგში ოდნავ მაინც ერკვევი დანაშაული იქნება ამ ივენთის გამაზვა. ადევნეთ ჩვენ სოციალურ ქსელებს თვალყური, ვინაიდან ესე ნელ-ნელა გამოვაქვეყნებთ გუნდის შემადგენლობას. არ დავასპოილერებ, ძალიან მაგარი გუნდი შევკრიბეთ, ლიტერატურულ სიტყვას ვერ პოულობ, რომ გინებაში არ გადამეზარდე. ივენთი იქნება რა, კაროჩე. ამიტომ მოდით 29 მაისს გამა Fight Hall-ში ჩვენი გრეპლინგის ივენთის საყურებლად და რა თქმა უნდა ამ Team Dagestan, Team Georgia-სთან ერთად გელით რამოდენიმე სუპერ ფაითი, რომლებსაც მალე გამოვაქვეყნებთ. უბრალოდ ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელებს, ადევნეთ რა თქმა უნდა თვალი ჩვენს pages Gamma FC.G და ამ page-ზევე წინასწარ შეიძინეთ ბილეთები. მეგობრებო, თუ თქვენ გიყვართ ჭიდაობა, ნებისმიერი ჭიდაობა, იმიტომ რომ გრეპლინგი არის ჭიდაობის აბსოლუტური ფორმა. ყველაფერი ნებადართულია. მტკივნეული მახრჩობელა, მოტეხვა, დანერცხება, თავით ჩარჭობა, ყველაფერი დაშვებულია გამას რინგზე. და თუ გინდათ რომ ჩვენმა ქართველმა Team Georgia მოიგოს უნდა მოხვიდეთ გამას Fight Hall-ში, უგულ შემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს და ქართულ გუნდს. რა თქმა უნდა, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა Gamma of Thrones-ის შესახებ. მეგობრებო, 3 საჩემპიონო ბრძოლა გველის. 3 ყოველ ივენტზე, როდესაც 3 საჩემპიონო ბრძოლა გველის, დაუვიწყარი სანახაობა. ეს ივენთიც არ იქნება გამონაკლისი. ვინაიდან ძალიან ჰაიპური საჩემპიონო ბრძოლებია, აბსოლუტურ კატეგორიაში Iron Lasha ანრი ბესტავაშვილს შეხვდება, ზურამ უკვანი შეეცდება დაიცვას ტიტული დიდ საფრთხისგან, რომელიც მისთვის და ტიტულისთვის გორილა და მისი უზარმაზარი მუშტები წარმოადგენს და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა თუ შეძლებს მესამე თუ არ ვცდები ტიტულის დაცვას ამჯერად ქუთაისიდან მოდის საფრთხე ყოფილი 76 კილოს ჩემპიონი ნიკა ნოზაძე შეუტევს ბადოს ტიტულს 84 კილოში და შევხედოთ აბა როგორ გაართმევს ნიკა ამ გამოწვევას თავს და რა თქმა უნდა საინტერესოა შეძლებს თუ არა ბადო მესამე ტიტულის დაცვას. ამის გარდა ყველა დიდხანს ელოდებით და მეც პირადად ძალიან დიდხანს ველოდები ფაცია და ბოიკას ბრძოლას. ეს ბრძოლა ამოუცნობი შედეგით ბევრი ძახის ბოიკა შეძლებს ისევ როგორც ყოველთვის ბევრი ძახის არა ფაცია
თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ ინტრიგას ამატებს და შევხედოთ ამ ორ სპორტსმენის შორის ვინაა უფრო ძლიერი მუშტიკრივის წესებით. გიორგი ფაციამ მიიღო ეს ბრძოლა მხოლოდ კენტუსებით, შიშველ მუშტებზე არ შედგება ეს ბრძოლა, თუმცა ჩემი აზრით პირიქით უფრო სანახაობას შემატებს ეს მომენტი, ვინაიდან ბიჭებს არ ექნებათ ფსიქოლოგიური ბლოკი იმის შესახებ, რომ ხელს გაუფრთხილდნენ და სრულიად შეეჯახებიან ერთმანეთს, როგორც თვითონ შეგვპირდნენ, არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება ძალიან სასტიკი ჩეხვა, ამიტომ ვნახოთ. ძალიან რო არ გამიგრძელდეს, უბრალოდ გადადით ჩვენს ვებგვერდზე gamma.fc/g და ნახეთ სრული კარდი, რომელიც უბრალოდ პირველივე ბრძოლიდან უმაგრესია. ხელოვნების ნიმუშია. ამ ყველაფერს დავამთავრებთ Road to Gamma-ი, რომელშიც ქიმაძე და მამია მემიშიშის ბრძოლა გვინდოდა შემდგარიყო, თუმცა სამწუხაროდ ეს ბრძოლა ვერ შედგება, მაგრამ უბრალოდ რო არ შეგვპირდეთ წინასწარ, თორე მე ხოლმე ვიცი, დაიწყებთ რომ ჯერ გამოაცხადეთ, მერე ჩაშალეთ. შევათანხმებ, ძალიან მაგარ ბრძოლას ვამუშავებ და Road to Gamma-ც ისეთი ნახაობა იქნება, რომელიც ძირითად ლიგას არ ჩამოუვარდება. ამიტომ შეიძინე ბილეთები, ან შეიძინე გამატივი, რომ გაატარო ეს უიკენდი ჩვენთან ერთად. კიდე ერთი კაი ამბავი მაქვს, ჩვენს ვებგვერდზე gamma.fc/g-ზე დიდი ხანია არის სექცია მაღაზია. ახლა რეალურად ვუზრუნველყვეთ ტექნიკურად შესაძლოა შეძენა ონლაინ ჩვენი საფირმო შორტები გინდა, თათმანები გინდა, კენტუსებზეა საუბარი და კიდე ბევრ რაღაცას დავამატებთ, მალე გამოვა გამას მერჩი, გამას რაშგარდი და ასე შემდეგ, ამიტომ უბრალოდ გადადით ხოლმე, ადევნეთ თვალი და შეიძინეთ ჩვენი დღესდღეობით შორტი და ხელთათმანი, რომელიც ერთის და მეორეს უმაღლეს ხარისხისაა. შემდეგ, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის, უპირველეს ყოვლისა 66 კილოგრამის ჩემპიონზე. ორიოდე სიტყვა რომ არ ვთქვა, უბრალოდ დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან. ირაკლი ჯეირანაშვილი, მეგობრებო, არის აღმოჩენა გამას რინგზე. სამ მაღალ კონკურენტიან ბრძოლაში, რაც ჩაატარა გამას რინგზე, გვაჩვენა რომ უბრალოდ ნაკლი არა აქვს. ხელებში აქვს ყუმბარები, შეუძლია 5 რაუნდი ბრძოლა, ტექნიკა უმაღლეს დონეზე, ყბაც აქვს როგორც ვიცით, იობაშვილთან ბრძოლაში და იტოქში ძალიან მაგარი ტიპია. როგორც თავის დროზე ნაირ მელიქიანსზე იძახდნენ, რომ გამასთვის ძალიან ძლიერი მებრძოლიაო, იგივე ვაიბებს გრძნობ ჯეირანაშვილისგან. თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუ შეძლებს ირაკლი ჯეირანაშვილი აქტიური ჩემპიონი იყოს, აქტიურად დაიცვას ტიტული და ძალიან მაინტერესებს ჩვენ მაყურებლის აზრი, მეგობრებო, დაწერეთ აქვე კომენტარებში, ვის ისურვებდით ირაკლი ჯეირანაშვილის მეტოქედ შემდგომში. ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ არ არიან გამას მებრძოლები, არც ბაქარი გელენიძე, არც ლევან იანქოშვილი, შეძლებდნენ თუ არა ეს ჩვენი ძველი ვარსკვლავები გამკლავებას ირაკლი ჯეირანაშვილთან, ჩვენს ახალ ვარსკვლავთან. ძალიან დამაინტრიგებელია და რა ვიცი, ბიჭები თუ ისურვებენ გამასთან ახალი ისტორიის დაწერას, მე სიამოვნებით დავჯდებოდი მოლაპარაკების მაგიდაზე, გინდა ბაქართან, გინდა ლევანთან და შევთავაზებდი ეგრევე საჩემპიონო ბრძოლას ირაკლი ჯეირანაშვილთან. თუმცა ჯეირანაშვილს აყავს კიდე პოტენციური მეტოქეები, რა ვიცი, იგივე გიორგი ფოლადიშვილი, იგივე მერაბი ფოლადიშვილი, იგივე ვენუმი, იგივე ტონი აფციური. ვფიქრობ, რომ ამ ბიჭებსაც აქვს შანსი, თუმცა აშკარა უპირატესობა ჩემი აზრით ჯეირანაშვილს აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ვულოცავ გამას, ვულოცავ ჩემ თავს, ვულოცავ ირაკლის ჩემპიონობას, 66 კილოგრამს ყავს ლეგიტიმური ჩემპიონი, რომელიცაა ირაკლი ჯეირანაშვილი. შემდეგი ბრძოლები, რომლებსაც ვამუშავებთ და უპირველეს ყოვლისა მინდა ცალკე ყურადღება დაუთმო ჯიქია და ზომბის დაპირისპირებას. ორივე ბრძოლა იყო ძალიან მაგარი სანახაობა. პირველი ბრძოლა, უბრალოდ ეს ჯიქიას ბედესობა, სულ რაღაც 24 საათით ადრე აღებული ბრძოლა, გადაარჩინა ფაქტიურად
თვითონ ბრძოლა როგორ მიმდინარეობდა, ნუ გავიწყდება შიშველ მუშტებზე. მეორე ბრძოლა, რომელიც შედგა 61 კილოგრამში და კი ჯიქია მაჯობა, თუმცა კოტეს ნოკდაუნი, რომელიც აი ძალიან ახლო შანსები ჰქონდა იმასთან, რომ ნოკაუტად ქცეულიყო და ბევრისგან მესმის კითხვა, ვაპირებ თუ არა ტრილოგიის გაკეთებას. იასნია, ბრატ. ესეთი ბრძოლა, მაგრამ აინტერესებს, მაგრამ იხარია, მაგრამ მინდა რომ იყოს. უბრალოდ ფიქრობ, რომ და იგივე ბიჭებსაც რო ვესაუბრე უპირველეს ყოვლისა დიმა ჯიქიას, მას უნდა რომ ტიტული დაიბრუნოს და ბექა გაბაიძესთან ჩაატაროს ბრძოლა. ნუ ასევე კოტემაც დაიმსახურა პატარა დასვენება ასეთი ბრძოლების მერე და ნუ თუ მისი სურვილი იქნება, შეიძლება დიმა სანამ დიმა ჯიქია ტიტულს დაიცავს, კოტესაც შევთავაზოთ ბრძოლა. ვისთან კონკრეტულად ჯერ არ გვაქვს, თუმცა როგორც ვარიანტს ვუშვებ. და იმ შემთხვევაში თუ ბიჭები კარგად გაართმევენ ამ არსებულ გამოწვევებს თავს, შემდეგ მინდა რომ ისევ ერთმანეთს შევახვედრო და ვინაიდან ანგარიში ჯერჯერობით ერთით-ერთია, გადავწყვიტოთ საბოლოოდ, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო ბედესია, რომელი ვეტერანია უფრო ძლიერი, დიმა ჯიქია თუ კოტე ჭკადუა. ამ ბრძოლას ეს იქნება დიმას ტიტულზე შეტევა გაბაიძეს წინააღმდეგ თუ დიმას და კოტეს ტრილოგია. შეიძლება ივნისში შემოგთავაზოთ დიმა ჯიქიას და ბექა გაბაიძეს საჩემპიონო ბრძოლა თუ არა და ივლისი აგვისტო. და ვფიქრობ რომ კოტე და დიმას ტრილოგიაც არ გადასცდება ზაფხულს და თუ გადაცდა, ნუ ჰაჰა 1-2 თვით. ასევე რაც შეეხება ივნისის ქარდს, უკვე დაანონსებული მაქვს პიტბული ლევან ციკლაურის ბრძოლა. მინდა რომ ივნისში ჩავნიშნო, ფაქტიურად ჩანიშნულია მეგობრებო, წინა ნიუსშიც ვთქვი, ლევან ციკლაური დაიცავს ტიტულს ლუკა კახიშვილის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა შედგება შიშველ მუშტებზე. ასევე მეგობრებო, ზაფხულის განმავლობაში ჩვენ გვინდა ამუშაოთ რამოდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. მე ბექა კორტავას გაუკეთე შეთავაზება იმ შემთხვევაში თუ გორილამ გაიმარჯვა ზურა მუკვანის წინააღმდეგ, ვინაიდან გორილა იწვევდა კორტავას, მინდა შევახვედრო ეს ბიჭები ერთმანეთს. თუმცა როცა გაუკეთე ბექას წინადადება, ბექამ მითხრა რომ ურჩევნია 70 კილოში დაბრუნდეს და ასე ვთქვათ სატიტულო რბოლაში ჩაერთოს. შეგახსენებთ რომ 70 კილოგრამის ლეგიტიმური ჩემპიონი არის სამანდარ ენიბაევი, რომელმაც ორივე ხელი შეწირა, ორივე ხელი დაილეწა გიგი ბერიძესთან ბრძოლაში, თუმცა გამოგლიჯა პირველ ბრძოლაში ჯერ სატიტულო ქამარი და მეორე ბრძოლაშიც როცა იცავდა ქამარს, მან შეძლო ამის გაკეთება, თუმცა ორივე ხელი დაიზიანა. ჩვენ გვეგონა რომ სამანდარი სექტემბერზე ადრე არ იქნებოდა მზად ბრძოლა ჩაეტარებინა, თუმცა სულ 1 თუ 2 დღის უკან დაგვიკავშირდა მისი მთავარი მწვრთნელი და გითხრა რომ სამანდარი მზადაა თუ გინდათ ივნისშიც რომ ჩაატაროს სატიტულო დაცვა. ვაუ, ძალიან მაგარია. გვინდა, აუცილებლად გვინდა. ყველაზე ახლო სამანდართან ვინცაა მისული, ეს არის მიმინო, კონსტანტინე მიმინოშვილი, რომელმაც დაიმსახურა ყველანაირად საჩემპიონო ბრძოლა, თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი. მიმინო 5 თვით წავიდა საქართველოსდან სამსახურის გამო და 5 თვე სამწუხაროდ ბრძოლას ვერ ჩაატარებს. ვინაიდან სამანდარი მზადაა უკვე ბრძოლა ჩაატაროს და ითხოვს სატიტულო ბრძოლას ზაფხულის განმავლობაში, მე ბექა კორტავას გაუკეთე შეთავაზება რომ ივნისი ან ივლისში ჩაეტარებინა. ბექამ მითხრა უფრო ივლისი აგვისტოსთვის იქნება მზად ამ ბრძოლისთვის. ამიტომ ეს ზედაპირული ლაპარაკი ქონდა უბრალოდ მოლოდინების შექმნის დონეზე, თუმცა ეს ბრძოლა მაქვს გეგმაში, რომელსაც ვამუშავებ და მინდა რომ შედგეს ზაფხულის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ბექა დაიბრუნებს ტიტულს, მიმინო შეხვდება შემდეგ იმას, თუ ვერა და სამანდარი დარჩება ჩემპიონი, ზუსტად იგივე ლოგიკა მიმინო ბრძოლა, როცა მორჩება თავის საქმეებს და მზად იქნება მიიღებს საჩემპიონო ბრძოლას. უბრალოდ 5 თვე რომ არ გავაჩეროთ დივიზიონი, მიმინოს შემდგომ ვინც არიან
ასე ვთქვათ, რეიტინგებში, ისინი მიიღებენ შეთავაზებას სატიტულო ბრძოლაზე. რავი, მე მგონი, მოიცა? ხო, მეგობრებო, სულ ეს იყო. მე მგონი ძალიან საინტერესო ვითარება გველის წინ. დაწერეთ კომენტარებში თუ რა გაინტერესებთ, რომელიმე მებრძოლზე ხო არ გინდა ცოტა მეტი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ. ზოგადად, ტოვეთ თქვენი უკავშირი და სიამოვნებით შევეცდები რომ კომენტარებშიც შეძლებს დაგვარდა ცალკე კონტენტი მიუძღვნა ნიუსების ფარგლებში იქნება თუ სხვანაირად ხოვნისამებრ. დალაიქე ეს ვიდეო, გამოყვევი ყველა ჩვენს პლატფორმაზე, გამოიწერე GAMA-FC.TV-ს VIP package და სხვათა შორის ძალიან ბევრ სიურპრიზს ვამზადებთ, კარგ სიურპრიზს GAMA-FC.TV-ს ფარგლებში. ენებათ Byte Labs-ია ჩვენი ახალი სპონსორი, მეგობარი და სერიოზულად გვიდგანან გვერდში ბიჭები და მათ მეშვეობით განახლებულ საიტის ინტერფეისში არა მარტო, ამიტომ უბრალოდ თვალი გვადევნეთ და დატკბით ჩვენი ტესტოსტერონის ზეიმით. სულ ეს იყო. GAMA!